ხერხემლის პირველი მალა ატლასი, აი ეს მალა განთავსებულია აქ, კეფის ქვემოთ. მასზეა დაკიდებული მთლიანად ხერხემლის სვეტი და ასევე საყრდენ მამოძრავებელი აპარატი, ჩონჩხი, ანუ სხეული მთლიანად. ამიტომ თუ რამის გასწორებას აპირებთ ამის ქვემოთ, ჯერ უნდა გასწორდეს, რა თქმა უნდა, პირველი მალა, რადგანაც მასზეა დამოკიდებული მთლიანად ხერხემლის სვეტი. ის როგორც საჭე, ისე აკონტროლებს ჩვენ საყრდენ აპარატს. მასზე გადის სხეულის ცენტრალური ღერძი, ამიტომ მისი სულ რაღაც 2 ან 3 მილიმეტრით გადანაცვლებაც კი სხეულის ცენტრალური ღერძიდან იწვევს მთელ რიგ პრობლემებს. ისეთი, როგორიც არის ხერხემლის სვეტის გამრუდება სხვადასხვა სიბრტყეში, რაც გამოიხატება მაგალითად ხრების ასიმეტრიით, მენჯის არასწორი დგომით და ხოთეშორის ბრტყელი ტერფით. თუ თქვენ ხართ ბრტყელტერფიანი და ცდილობთ გაისწოროთ ტერფი, უნდა დაიწყოთ პირველი მალის გასწორებით, რადგან ბრტყელი ტერფი არის შედეგი იმის, რაც ხდება ზემოთ. ამის შესახებ სამწუხაროდ ბევრმა არ იცის, ამიტომ ხერხემლის დაავადებების მკურნალობას ხშირ შემთხვევაში არ მოაქვს შედეგი. ამიტომ სანამ დაიწყებთ მაგალითად მე-7, მე-12 ან 32 მალის გასწორებას, ჯერ იფიქრეთ, რომ უნდა გაისწოროთ პირველი მალა, რადგანაც პირველ მალაზეა დამოკიდებული დანარჩენი.